მოგესალმებით, საჯარო გაშლა მინდა შემოგთავაზოთ ერთ ვარიანტად. ესეთი პატარა ექსპერიმენტი მინდა გავაკეთოთ თქვენთან, YouTube არხის გამომწერებთან. და ნახოთ, რაღაც ინფორმაცია რას მოგვიტანს. დინება ხო, რა ინფორმაციას მოიტანს. ხაც თემა არ მინდა, რომ კონკრეტული მიმართულებით წავიყვანო. ყველაფერს ცოტას ვიკითხავ. ნახოთ რა გამოვა. ნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა. რუიანების პენტაკლები. ეს არის ენერგია რუტინული. ეს არის მუშაობა, ეს არის ყოველდღიური რუტინა. ეს არის მოძრაობა საკუთარი კეთილდღეობისკენ, ცოტა დამხლელი, ცოტა მოსაწყენი, მაგრამ საკმაოდ სტაბილური. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ? არკანი შეყვარებულები, პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ენერგიები ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვიბრირებს პენტაკლებში, ფინანსურ ენერგიაში, პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი, არკანი შეყვარებულები, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ენერგია ახლა როგორც ფინანსური მაგნიტი ისე ფუნქციონირებს. ნახეთ, ამ ენერგიის ასე უბრალოდ მიშვება ნამდვილად არ იქნება და გამოტოვება ნამდვილად არ იქნება სწორი, ხო? მე გირჩევდით, რომ უახლოეს პერიოდში, აი დღესვე, შეიმუშაოთ გარკვეული იდეები, მოაგვაროთ ფინანსური საკითხები, მოახდინოთ გარკვეული გასაუბრებები. ყველაფერი რაც არის ფინანსურ ენერგიასთან დაკავშირებული, რაღაცას თუ ვერ ყიდდით, ძალიან კარგი პერიოდი არის, რომ თქვათ, ეს მოახერხოთ. მოკლედ, გადასარევი მშვენიერი ესეთი ნიადაგი გაქვთ, ნაყოფიერი იმისთვის, რომ ფინანსურ ნაწილში ბევრად უფრო უკეთესად იგრძნოთ თავი და არ მხოლოდ იგრძნოთ თავი, არამედ მიიღოთ სამყაროსგან ეს ფინანსური საჩუქრები, რომლებიც ნამდვილად ზედაპირზე დევს. მთავარია, რომ მოისურვოთ და შემოიტანოთ თქვენს რეალობაში ეს ყოველივე. აქ ჩანს, რომ სამყაროსგან მხარდაჭერა არის. მაგნიტი აქტიურია, თქვენი ფინანსური მაგნიტი აქტიურია. მაქსიმალურად იყავით თანხვედრაში ამ ენერგიასთან. იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენთვის ასურველი წარმატება. რა ხდება თქვენს რეალობაში და ვერ ამჩნევთ ახლა? რა ხდება თქვენს რეალობაში და ვერ ამჩნევთ ახლა? ზედმეტად ბევრ ფიქრებს და ზედმეტად ბევრ ენერგიას უთმობთ კონკრეტულ ადამიანზე ფიქრებს. შესაძლოა დარდს, ნერვიულობას. ეს ადამიანი, რომელიც შესაძლებელია საერთოდ არ ფიქრობდეს ამდენს და არ ნერვიულობდეს, თქვენი მხრიდან უფრო მეტად მიდის ეს ემოციები, ეს ენერგია თქვენგან უფრო მეტად გადის. იმიტომ რომ არ იცით როგორ მოიქცეთ, არის გარკვეული ჩამოუყალიბებლობა ამ ურთიერთობებში. არ იცით რას მოიტანს ეს ურთიერთობა, რატომ განიცდით და რატომ ნერვიულობთ? რაღაც მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, მძიმეა თქვენთვის, ანუ უფრო და უფრო მძიმდება ეს ყველაფერი. გრძნობთ, რომ ბევრ ენერგიას კარგავთ. გრძნობთ, რომ ბევრ ემოციას კარგავთ ნამდვილად. შესაძლოა მარტო არ ხართ ამ
ყველაფერში იხლართებოდეს გარკვეული ინტრიგები, ტყუილები, ადამიანები, რომლებსაც ენდობით, შესაძლოა არც თუ ისე გულწრფელები იყვნენ თქვენთან დაკავშირებით. ზოგადად, რას ვერ ამჩნევთ, იცით, თქვენს ირგვლივ ადამიანების რეალურ დამოკიდებულებას. იცით, კიდევ რას ვერ ამჩნევთ, თქვენს ირგვლივ ბევრი წითელი დროშებია ადამიანებთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლოა თვალებს ხუჭავთ, შესაძლოა არ გინდათ, რომ ამაზე აქცენტი გააკეთოთ, შესაძლოა მარტო დარჩენისაც გეშინოდეთ, ხო, სადღაც. მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. წითელი დროშა მდგომარეობს ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც თქვენგან მხოლოდ იღებენ. მხოლოდ იღებენ და თქვენ მძიმედ ატარებთ ამ ტვირთს. თქვენ საერთოდ არ გსიამოვნებთ ეს ყველაფერი. იმას ვერ ამჩნევთ, რომ ენერგია, რომელიც იმაზე ბევრი უნდა გქონდეთ, ვიდრე ახლა გაქვთ, მიაქვთ ადამიანებს თქვენგან. განსაკუთრებით ერთ ადამიანს, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრს და ძალიან ინტენსიურ ენერგიას უშვებთ მასთან მიმართებაში, ძალიან ბევრს ფიქრობთ მასზე. რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც არ გაძლევთ არანაირ ვარიანტში გარკვეულ სცენარს, გარკვეულ მდგომარეობას, თუ როგორ მოიქცეთ და ეს გაურკვევლობა ძალიან განერვიულებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ენერგია ახლა ძალიან კარგი გაქვთ და ზოგადად ძლიერი შემდგარი ქალების დისბალანსი ზოგადად მერე უცებ აღმოჩნდება, რომ გარშემომყოფი ადამიანებისგან ან პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეული სამკუთხედებიდან ან გაუგებარი ურთიერთობებიდან მოდის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახლა? არკანი განდეგილი. ახლა უნდა მიაქციოთ ყურადღება ნამდვილად იმ ადამიანთან ურთიერთობას, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, რომელიც მხოლოდ მოქმედებს საკუთარი ინტერესებით, რომელიც მხოლოდ საკუთარ კმაყოფილებაზე ფიქრობს. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ გაიაზროთ, რომ ეს ადამიანი არ შეიცვლება. რომ დრო მოვიდა ეს სცენარი დაასრულოთ. მოვიდა დრო ეს სცენარი დაასრულოთ, იმიტომ რომ ამას თუ თქვენ არ დაასრულებთ, ეს არ დასრულდება. მუდმივად იქნებით მოლოდინის რეჟიმში, ილუზიებში. ნახეთ მეგობრებო, ეს არის ინფორმაცია დინებიდან აღებული, ხო? ენერგიები მოდის ინფორმაციის სახით. შესაძლოა გარკვეული სიტუაციები რეზონირდეს, გარკვეული სიტუაციები ნაკლებად რეზონირდეს, მაგრამ რადგან მოვიდა ეს ინფორმაცია, მე უნდა გავაშხერო. თქვენ გეუბნებიან, რომ ამას შენ თუ არ დაანგრევ, შენ თუ არ შეიყვან ამ ყველაფერს ტრანსფორმაციულ ენერგიებში, არაფერი არ გამოვა. კი, რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონებათ ვიღაცებს, ხო? განსაკუთრებით ვინმე ხმლების მეფეს, რომ საკუთარ საზღვრებს დაიცავთ, რომ მიხვდებით, რომ არ გაკმაყოფილებთ ის, რასაც ეს ადამიანი თქვენთვის იმეტებს და იმეტებს ძალიან ცოტას რეალურად, ხო? აქედან გამომდინარე ყურადღება ამას უნდა მიაქციოთ. იმიტომ რომ თქვენს გვერდით შესაძლოა არის ადამიანი, რომელსაც არავინ და არაფერი არ აინტერესებს საკუთარი თავის გარდა. საკუთარი თავის გარდა და თქვენ კმაყოფილდებით ძალიან ცოტათი, ვიდრე იმსახურებთ. თქვენ ბევრად მეც იმსახურებთ. საით უნდა იმოძრავოთ ახლა?
საკუთარი თავისკენ. საკუთარი თავისკენ და ერთხელ და სამუდამოდ თუ საჭიროა საკუთარ თავს სადღაც ბრძოლაც უნდა გამოუცხადოთ. ბრძოლაც უნდა გამოუცხადოთ და უნდა იმსჯელოთ უფრო მეტად გონებით ვიდრე ემოციებით. მოვიდა ამის დრო, რომ იმსჯელოთ გონებით და არა ემოციებით. რადგან არკანი სამართლიანობა პლუს არკანი იეროფანტი შესაძლებელია ნიშნავდეს ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს საუბარი განქორწინებაზე, ხო, საუბარი საზღვრების გავლებაზე თქვენსა და კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში. ხოლო ზოგადად ყველასთვის ეს არის ინფორმაცია, რომ დრო არის, რასაც შენგან ამდენი ნერვები და ემოციები მიაქვს დასვაწერდელი. გახდე ხმლების დედოფალი, იმიტომ რომ ვიღაც შენთვის ხმლების მეფეა, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ იღებს და არაფერს არ გაძლევთ. ან გაძლევთ ძალიან ცოტას. ახლა თქვენ მოვიდათ რომ გახდეთ ხმლების დედოფალი და თქვენი სამართლიანობა და თქვენი ბალანსი თქვენ თვითონ აღადგინოთ თქვენს სამყაროში. არკანი ქურუმი ამბობს იმას, რომ თქვენ გაქვთ ამის ძალა. თქვენ აბსოლუტურად გაქვთ ამის ძალა. და შეგიძლიათ ეს ყველაფერი ორიანების პენტაკლების ენერგიებში მოიყვანოთ, ანუ ისე დააბალანსოთ სიტუაცია, რომ ნაკლებ სტრესული იყოს. არკანი სამყარო, არკანი სიკვდილი, ექვსიანების თასების ზომიერება. კი, ნამდვილად დროა, რომ დაასრულოთ ყველაფერი ის ურთიერთობები, რომლებიც უკან გხევენ ძალიან და თქვენ ხვდებით ახლა მე თქვენ ასე გელაპარაკებით. ამის დრო მოვიდა. სამყარო, სიკვდილი, ექვსიანების თასები რაღაცას უნდა დაემშვიდობოთ, რაც წარსულთან გაკავშირებთ და გადახვიდეთ ზომიერების არკანში. ეს არის აბსოლუტურად ახალი სამყარო, ახალი ხედვა, ახლა დანახული რეალობა, სადაც ესეთი ადამიანების ადგილი არ არის, რომლებიც მხოლოდ მიაქვთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერი, ძალიან რესურსიანი ადამიანები, ვინც მე ახლა მიყურებთ, ნახეთ როგორ ენერგიებში ხართ. ორიანების პენტაკლები, პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი. რჩევა სამყაროსგან. არკანის სულელი, ახალი გზა. ვიცი რომ გიჭირს ახალი გზის დაწყება, ძალიან რთულია შენთვის, მაგრამ დროა რომ შენი დაიბრუნო. ორიანების თასები, ათიანების ხმლები, უარი თქვა იმ ეგრეთ წოდებულ ურთიერთობებსა და სიყვარულზე, რომელსაც შენთვის მხოლოდ ტკივილი მოაქვს. ძალიან ბევრი სიბრაზეები გაქვს. ძალიან ბევრი პროტესტები გაქვს. ძალიან ბევრი. ორიანების ხმლები. შენ თავს სვამ ისეთ მენტალურ გალიაში, საიდანაც შენ გონია რომ გამოსავალი არ არის, ამ დროს რეალურად არის გამოსავალი, არკანი ძალა. ძალა შენს ხელშია. უბრალოდ შენს თავს სადღაც აჯერებ, რომ არ შეგიძლია. არ შეგიძლია და ფიქრობ, რომ შენი ხანმოკლე ცხოვრება და ცხოვრება ნამდვილად ხანმოკლეა. უნდა შესწირო ვიღაცების ინტერესებს, ვიღაცების სურვილების ასრულებას, მაგრამ არა საკუთარი თავისას. ეს არის ინფორმაცია, რაც თქვენთვის ინფორმაციულმა დინებამ მოიტანა. არ ვიცი ვისთვის რეზონირდა, მაგრამ ეს უნდა მომაყოლა თქვენთვის. მე კი გისურვებთ წარმატებას.